საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მხატვრის ბუბა ბარნოვის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფერადი საწერი კალმებით შესრულებული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების მთავარმა სპეციალისტმა მაია სიმონიშვილმა გახსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვარმა პატიმრობის პერიოდში შექმნა. ღონისძიება რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალგაზრდა ბიჭის ბუბა ბარნოვის გამოფენაზე. ამ ახალგაზრდა ადამიანს რაღაც განსაცდელი შემთხვევა, თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი დროებით, მაგრამ მას ეკლესია, სტიქაროსნობა დაეხმარა იმაში, რომ შეისწავლა მედავითნეობა, გალობა და ეს ღვთისწყალობა, ღვთისმადლი დაეხმარა, რომ მრავალი ნიჭი, რომელიც მასში იყო, გამოევლინა და კეთილად წარემართა და სწორედ ამის ნაყოფს ხედავთ დღევანდელ დღეს, რისთვისაც მადლობთ ღმერთს და მადლობა ჩვენს ეკლესიას, ჩვენს საპატრიარქოს, რომელიც დღესაც ასე მრავლად ეხმარება ადამიანებს რეალიზებაში, სწორ ინტეგრაციაში საზოგადოებაში. ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვის უწყობს ხელს ახალგაზრდებისა და არა მხოლოდ ახალგაზრდების რესოციალიზაციას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. შესაბამისად, ჩვენ როდესაც შემოგვთავაზეს ბარნოვის გამოფენის გახსნა, ჩვენი ინტერესიც იყო, რომ წარმოგვედგინა ახალი დამწყები მხატვარი და ძალიან გაგვიხადა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბუბას მართლაც აქვს თვითმყოფადი ნიჭი და მან ზუსტად რთულ პირობებში, ისეთ პირობებში, როგორც არის პატიმრობა, აღმოაჩინა თავისი თავი და დაიწყო ახალი პროფესია. თქვენ ამ ნახატებს თუ გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ ეს ნამდვილად არის დეტალურად პასტით აქვს შესრულებული ყველა ნახატი, რაც სრულად მოულოდნელ ფერწერულ ეფექტს ტოვებს. ჩვენ ვართ ძალიან მოხარული, რომ ბუბამ პირველი გამოფენა ჩვენთან გახსნა. ძალიან დიდი მადლობა მარინა მამუჩაშვილს და ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა პატიმრების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგან სწორედ მათი ხელშეწყობით დაიწყო ბუბამ პატიმრობაში ხატვა, აგრეთვე მადლობა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ რთულ პერიოდის გადალახვაში. დღევანდელი ნამუშევრები აქ რაც არის წარმოდგენილი, ძირითადად საპატიმრობშია შექმნილი. ახლობით 46-დან 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი და ამ ნახატებმა ჩემთვის პირადად დიდი როლი ითამაშა, რომ საკუთარი თავი არ დამეკარგა, დრო უფრო პროდუქტიულად გამეყვანა და ცუდ ფიქრებში არ წავსულიყავი, ესე რა ვთქვათ. სტუდენტი ვიყავი პატიმრობის პერიოდში რომ მოვხდი და შემიჩერდა სტატუსი. სტატუსი რო შემიჩერდა, ფიქრობდი, რომ აღარ გამეგრძელებინა, იმიტომ რომ იქაური გარემო ისე იყო, რომ ვერ ხედავდი, რომ მე შეიძლებოდა რომ გამეგრძელებინა სწავლა და ბოლომდე მიმეყვანა. და მაგ პერიოდში დავდიოდი ჩვენს ეკლესიაში, ციხის ეკლესიაში, ესე ვთქვათ, ნორმალურ დაწესებულებაში და იქ ერთ-ერთი მამა ვიყო, გაბრიელ ჩადუნელი და ვუთხარი ამ ამბავზე მივმართე თავიდან კატეგორიულად ქონა გადაწყვეტილი, რომ არ ვაგრძელებდი და სახშიც გავაფრთხილე ჩემები, რომ აღარ მინდოდა სწავლის გაგრძელება და ისე მოხდა, რომ მამაო დამელაპარაკა, დამარიგა, მითხრა, რომ გააგრძელეო და კურთხევა მომცა, რომ გაძლევ კურთხევასო, რომ უნდა გააგრძელო სწავლა აუცილებლადო და დავემორჩილე. მაგის გარდა სულიერი თვალსაზრისით მეც ახლა ასე თუ ისე პატარა მოხდი, ასე რომ ვთქვათ, 19 წლის მოხდი ციხეში. იქ რო საკუთარ თავთან დავჩი, უფრო მეტი დრო გამიჩნდა ღმერთის საფიქრელად, საკუთარ თავზე საფიქრელად, რაღაცა წარსულის კორექტირებისთვის, ესე რომ ვთქვათ, გადასაფასებლად. აქედან გამომდინარე, დავაფასე ეკლესიის როლი ჩემთან ერთად, ჩემზე წინ, ჩემს მერე ბევრი პატიმარი იყო, რომელიც ეკლესიაში მოღვაწეობდა. ეკლესიამ უფრო ბევრი მიმართულება მიცა იქაურად ადამიანებს. ზოგმა ნიჭი გამოავლინა თავისი, ზოგი უფრო სულიერებაში წავიდა. მეც ამ ხრივ სტიქაროსანი გავხდი, მედავითნე გავხდი, მანამდე მღეროდი და მერე გალობაც შევისწავლე, გალობელიც გავხდი. ვცდილობდი, რომ დრო ტყუილა არ დამეკარგა. მანამ გამომდინარე, ამ ეკლესიამ ძალიან დიდი როლი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ დღეს აქ ვდგავარ, კარგად ვარ, ნორმალურად ვარ და ღმერთის მადლობელი ვარ, ესე რა ვთქვათ, ყველაფრის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვარ ბუბა ბარნოვის ნამუშევრების გამოფენა 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.